ვასილ მათითაიშვილთან ვისაუბრებთ, ის ფედერალისტების გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. მადლობა შესაძლებლობისთვის. ამ სიასთან დაკავშირებით უფრო მეტი რომ მოუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, ვისთან შეაჯერებთ ამ სიას და რა ფორმით როგორ გადასცემთ თქვენ სალომე ზურაბიშვილს ამას და რატომ? ხო, პირველ რიგში, როგორც ვიცით, 14-ში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად, რაც ნიშნავს, რომ მას ექნება შესაძლებლობა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან კონდეს შეხვედრის შესაძლებლობა, საუბრის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვისაც, პარტიებისთვისაც შესაძლებლობა, რომ იმ ადამიანების სიები, რომლებიც უშუალოდ რეპრესიული პოლიტიკის აღსრულებაში არიან ჩართულები, გადავცეთ სალომე ზურაბიშვილს და შემდგომ ეს მოხდეს მნიშვნელოვანი ადამიანების მაგიდაზე და ამას იმედი გვაქვს რომ მოყვება სხვადასხვა საერთაშორისო სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედება საშუალო და დაბალი რგოლის მოხელების მიმართაც. ჩვენ ვიცით რომ აქამდე ჩვენის პოლიტიკოსებზეც არის საუბარი თუ იქნებიან ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები და არა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე ეტაპად სანქციების შესახებ გადაწყვეტილება უკვე იქნა მიღებული. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი, ასევე დეპუტაცია. ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი არის დაბალი რგოლის მოხელეებზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა დგას არა მხოლოდ ჩინოვნიკებზე და მაღალჩინოსნებზე, არამედ უშუალოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც აღასრულებენ ამ რეპრესიულ პოლიტიკას, იქნებიან ეს გამომძიებლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლების სახელებსაც ასე ხშირად ტელემედიით და ტელეეთერით ვერ მოვისმენთ და ხანდახან არსებობს განცდა, რომ ეს ადამიანები მაინც დავალებას ასრულებენ და რატო უნდა დადგეს შესაბამისად სცენარში ასე არ არის. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვაცადოთ რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას რომ გამოფიტოს პროტესტი, ჩვენ უნდა ვეცადოთ პირიქით მათ გამოფიტვას და ამისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის, რომელიც რეპრესიული პოლიტიკის აღსრულებაში არის ჩართული, იარსებობს მკაფიო გზავნილმა, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება და ამისთვის ვიყენებთ ჩვენ ამ შესაძლებლობას და სალომე ზურაბიშვილს დღეს გადავცემთ იმ ადამიანების მონაცემებს, რომელსაც 28 ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ და თავისუფლების ინსტიტუტი ერთობლივად ვაგროვებთ და ეს იქნება კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სია. ეს არ გაგიულია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ეს უშუალოდ თქვენი გუშინ როგორც ვიცი პრეზიდენტთან იყო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი მიმოიხილეს ზოგადად. როგორც ვიცი, ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დააყენა ზოგადად ეს საკითხი, რომ პარტიებმაც თავიანთი სიები წარუდგინონ სალომე ზურაბიშვილს და შემდგომ ის ალბათ პარტიებთან კოორდინაციაში გადაწყვეტს რა სახით და რა ფორმით მიაწოდოს ეს სია. როგორც ვიცი, მსგავს მონაცემებზე მუშაობენ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებიც. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მარტო ცხადია, თუმცა ხო საბოლოო ჯამში ალბათ ერთობლივად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას და კონსულტაციებით მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მივაწოდოთ ეს სია ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებს. თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ რეჟიმის გამოფიტვა, თქვენი აზრით ეს არის თუ არა საკმარისი და ამით მართლაც იგრძნობს თუ არა დისკომფორტს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ჩვენ ხედავთ განცხადებებს, პრინციპში შესაძლოა თქვას რომ ისინი არ იმჩნევენ ამ ყველაფერს, პირიქით ამბობენ რომ აი სამშობლოს სიყვარულისთვის სანქცირდებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რა ტიპის დისკომფორტია მათთვის და საერთოდ ხომ არ ფიქრობთ რომ ბევრად უფრო კაცრი ზომებია მისაღები უკვე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რადგან ასეთი მკვეთრი ეფექტი ჯერჯერობით ამ სადამსჯელო ღონისძიებებს არ ქონია. თუ ვწდები? მე ვიტყოდი რომ ამ მკვეთრი ეფექტის დანახვა ძალიან რთულია ავტორიტარულ სისტემებში ზოგადად. ჩვენ ვიცით რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა მსგავს ქვეყნებში ხო ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ პარტიის შიგნით რა დინამიკა არსებობს. ძალიან დახურულია სივრცე ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა პროპაგანდა შეთანხმებულად და ხმაშეწყობილად ცდილობს რომ წარმოგვიჩინოს თითქოს ძალიან მყარად დგას რეჟიმი, მას არაფერი არ ეხება, ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ ადარდებს, როდესაც სინამდვილეში ჩვენი ლიდერები იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიღებაზე და წვეულებაზე წინა საინაუგურაციო ღონისძიება იყო და მათ თქვეს და დარწმუნებული ვარ ამაშიც რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდილობს რომ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს თავი აარიდოს. ანუ ესე არ არის რომ ან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ან ზოგადად ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია და მათი ნაბიჯები არ ადარდებდეს ქართულ ოცნებას, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი არის რომ ეს ერთ სულოვნება თუ რაღაცა ურყევობა გამოასხივონ, ისევე როგორც ჩვენი ამოცანა არის რომ პროტესტმა იგივე გამოასხივოს. ხო, რაც შეეხება ჩვენი დასავლელი მოკავშირეების უფრო მკაცრ ზომებს, ზოგადად უნდა მე ყოველ შემთხვევაში ასე მჯერა და ასე მგონია რომ იმაზე მკაცრი ზომა ვიდრე ყოველ დღე ურყევა 76 დღეა დედაქალაქის მთავარი პროსპექტის გადაკეტვა და ქუჩაში პროტესტი არ არსებობს. არც ერთი საერთაშორისო სანქცია ამაზე მძიმე მოცემულობა არ იქნება რეჟიმისთვის. შესაბამისად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შიგნით ბრძოლა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, უნდა იყოს ურყევი
და ამას აუცილებლად შემდგომ მოყვება უკვე ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან უფრო მკაფიო და მკაცრი ნაბიჯებიც, რაც მთავარია ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი რუსთაველზე დგომა არაფერს არ ნიშნავს და რეჟიმი კვლავ ისევე ინარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც აქამდე ინარჩუნებდა. სინამდვილეში ეს პროცესი აუცილებლად მოიტანს შედეგს, მთავარი არის, რომ ჩვენ თვითონ არ დავიღალოთ და ჩვენ თვითონ შევეგუოთ პატარა გამარჯვებების მიღებას და ასე გავიხანგრძლოთ мотивация იმისთვის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ ამ რეჟიმის ჩამოშლას. და ამ პროცესში როგორ და სათხედავთ თქვენ პოლიტიკურ აქტორებს, ოპოზიციურ პარტიებს, ერთია რუსთაველზე დგომა და მეორეა სხვა საქმე, რომელსაც უნდა აკეთებდნენ პოლიტიკური სუბიექტები და მათ შორის თქვენ ფედერალისტები, როგორ ესაუბრებით, რა მიმართულებით გაქვთ დისკუსია საზოგადოებასთან, მათ შორის თქვენ კოლეგა კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან, რაზე საუბრობთ, რაზე გაქვთ შეთანხმება, რაზე ვერ თანხმდებით და ასე შემდეგ. ხო, ჩემი აზრით აქაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება არ არის მთავარი საკითხი. ხო, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხზე და ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი. უბრალოდ განსხვავდება, მაგრამ არსებობს საერთო ამოცანებიც, ცხადია. და ეს საერთო ამოცანა არის ამ პროტესტის წარმატება, შესაბამისად ეს ერთიანობა უკვე თავისთავად არსებობს. ყველა პოლიტიკური ძალა ოპოზიციური მოტივირებულია, რომ ეს პროტესტი იყოს წარმატებული. რაც შეეხება როგორ ვეხმარებით ამ პროტესტს, ხო, ერთი მაგალითი უკვე ვახსენე, სხვა პარტიებიც თუ იმუშავებენ იმაზე, რომ ამ ტიპის მონაცემები დაახარისხონ და შემდგომ მიაწოდონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩემი აზრით უფლებამოსილია, რომ საქართველოს წარმოადგენოს და პროტესტი წარმოადგენოს საერთაშორისო ასპარეზზე დღის მდგომარეობით. იქნება საკმაოდ ეფექტური. ამას გარდა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ ის, რაც პოლიტიკური პარტიების საქმეა, ხო, მათ უნდა შესთავაზონ საზოგადოებას იმ ტიპის ალტერნატივა, რომელიც დაარწმუნებს, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ცვლილების სიკეთეში და ადამიანების უმრავლესობა თვითინტერესს დაუკავშირებს ცვლილებას. რაც შეეხება პროტესტის დახმარებას, პირველი რისი თქმაც მინდა არის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თქვენ წინა სტუმრებთანაც იკითხეთ, რომ ხوارჯობია, რომ პოლიტიკური პარტიები უფრო გააქტიურდნენ ამ პროტესტის გარშემო. მე მგონია, რომ გულისხმობ აქ დღის ეს რიგი შექმნას, მაგათაც ინიციატივებს, კონკრეტულ საკითხზე დისკუსიის გახსნას და ასე შემდეგ. დისკუსია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა და ამისთვის მე პირველ რიგში ქართულ ტელემედიას მოუწოდებდი, რომ გაიხსნას ტელემედია დისკუსიისთვის, პარტიები დასხდნენ ერთმანეთთან და დისკუსია გქონდეთ ერთმანეთში, ჯერ კიდევ არის რელევანტური პოლიტიკური სპექტრის შიგნით დისკუსია, გჭირდება თუ არა ერთმანეთთან დებატი, რაც ჩემთვის გაუგებარია საერთოდ ეს დისკუსია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა დებატი, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, რომ ადამიანებმა დაინახონ მათთვის ძვირფას საკითხებზე როგორ დებატობენ ერთმანეთთან პოლიტიკოსები, იმისთვის რომ შემდგომ დაინახონ, რომელი პოლიტიკური პარტია შეიძლება მათ ინტერესებს განასახიერებდეს და ასე განეწყონ ცვლილებების სასიკეთოდ. მაგრამ სხვა მხრივ, ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა ვქნათ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს პროტესტი არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, ის ეკუთვნის ხალხს, მიმდინარეობს თვითდინებით და შესაბამისად ჩვენ ამოცანად უნდა დავისახოთ, რომ ამ პროტესტის ამოცანებს დავეხმაროთ. ნაცვლად იმისა, რომ მისი მიგესაკუთრება ვცადოთ. ერთ-ერთი რაც აუცილებლად ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, არის აქტიური მხარდამჭერების ქსელის კულტივირება, რომლის მობილიზებაც შეიძლება ნებისმიერი საპროტესტო ამოცანებისთვის თუ ქუჩის აქციებისთვის. დღეს მე ამ სურათს ყველა პოლიტიკურ პარტიაში ნამდვილად ვხედავ, ჩვენ ფედერალისტები ნამდვილად ვაკეთებს ამას, ჩვენ ყავს ასობით 1000-მდე დაახლოებით დელეგატი, რომელთანაც ინტენსიური ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ნებისმიერ კრიზისულ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანების მობილიზება, ეს ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს ჩვენი საერთო ამოცანა რაღაცა, ჩვენი საერთო მოქმედების და გადაწყვეტილების საკითხია ეს, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ამას, ჩვენ ყავს აქტიური მხარდამჭერების ქსელი და მოუწოდებ პარტიებს, რომ მსგავსი ქსელის კულტივირება გააკეთონ, იმიტომ რომ ეს დაიხმარება მაგალითად პროტესტის მიმდინარეობის დროს პოლიტიკურ პარტიებს რო შეეძლოთ, რომ არ ვიცი სიტყვაზე ჯამში 2000 ადამიანის მობილიზება შეეძლოთ ქუჩაში, ეს ძალიან დაიხმარება პროტესტს. იმის ნაცვლად რომ ერთმანეთში ელაპარაკონ საკუთარ მხარდამჭერებს, ამ მხარდამჭერების გალვანიზაციაზე იზრუნონ და შემდგომ მათი გამოყვანა შეძლონ ქუჩაში. ეს არის პირველ რიგში რაც დაეხმარება პროტესტს და მეორე რაც დანარჩენ საკითხებთან ერთად არსებობს წვრილმანი საკითხები ისეთი როგორც არის საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება იმისთვის რომ ადგილზე რეჟიმის ნებისმიერ უსამართლო ნაბიჯს მოყვეს ჩვენი საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკა ასევე ნამდვილად და პარლამენტში ნებისმიერ შემთხვევაში საპარლამენტო ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის პროპაგანდასთან დაპირისპირება. ეხლაც მიმდინარე დისკუსია არის, უნდა ვუპასუხოთ თუ არა სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომლის გამოყენებითაც ჩემი აზრით რეჟიმმა ძალაუფლებას შენარჩუნება ამ დრომდე შეძლო. და მათ შორის ომის შიშზე მათ შორის ომის შიში. და მოვისმინე კოალიცია ახალი კოალიციას რა ქვია დამავიწყო ზუსტად ახალი ცვლილებისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლების საკმაოდ უცნაური პოზიცია და ეს წინასაარჩევნოდაც მათი გაცხადებული
წინასაარჩევნო სტრატეგია იყო და დღესაც იგივე ვისმენთ, რომ რაღაცნაირად ვინც ამ პროპაგანდით მოტყუდა, ისინი უმედოები არიან და მათთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ფუნდამენტური შეცდომა, რაც პირველ რიგში შეაფერხებს ამ პროტესტის გაფართოების პროცესს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ჩვენი შეცდომა შეყვანილი 10,000-ობით და 100,000-ობით თანამოქალაქე არ უნდა დაუთმოთ რეჟიმის პროპაგანდას და მათთან უნდა ვაწარმოოთ ეფექტური კომუნიკაცია, მათ უნდა გავცეთ, მათ შიშებს უნდა ვუპასუხოთ, მათ წუხილებს უნდა ვუპასუხოთ და მათ გადარწმუნებაზე უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში რისთვისაც პოლიტიკური პარტიები არსებობენ, არის ეს. და ბოლო კითხვა ესახება თქვენს ყრილობას, ფედერალისტების ყრილობას, რა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღეთ ამ ყრილობაზე და უკვე პოლიტიკურ პარტიად როდის ჩამოყალიბდებით? ხო, ყრილობა იყო ტექნიკური ხასიათის, ანუ ეს ყოფილა რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სივრცე. პირველი ჩვენ ეს რეგით მეორე სადაფუძნებლო ყრილობა არის, როგორც იცით, პირველი განაცხადი რეესტრმა დაგვიხარვეზა საკმაოდ აბსურდული ტექნიკური მიზეზებით. რაც თავარია დაგვიყარვეზეს წესდება, წესდების დახარვეზება კი ნიშნავს, რომ ყრილობა ხელახლა უნდა შეიკრიბოს და ხელახლა უნდა დაამტკიცოს ტესტება და შესაბამისად მოგვიწერო ხელახლა გაგვემართა ყრილობა ჩვენთვის ოღონდ ჩვენს დელეგატებთან შეხვედრის არც ერთი შესაძლებლობა ზედმეტი არ არის ძალიან სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა მაგრამ ამ შემთხვევაში ვიხმარეთ ხერხი და შეგვაქვს ქართული ოცნების ანალოგიური წესდება. არაში ნარსობრივ ნაწილში ცხადია ნატოზე და ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებზე მსგავს ჩანაწერებს ვერ შეხვდებით როგორც ქართული ოცნების წესდებაში ან პოლიტიკურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით. თუმცა ტექნიკურ საკითხებში ანალოგიური წესდება გავაკეთეთ და ახლა ხელახლა შევიტანეთ განაცხადი. თუ იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური საფუძვლებით კვლავ დაახარვეზა რეესტრმა, ყველასთვის გასაგები იქნება რომ მოტივი არის პოლიტიკური. სხვა შემთხვევაში დაახლოებით ერთი თვის თავზე ჩვენ უკვე დავფუძნებით ფორმალურად როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია ფედერალისტი. და ახალ სახეებს ვიხილავთ თუ არა? აუცილებლად ვიხილავთ ახალ სახეებსაც, მათ შორის კი ბატონო.